დილამშვიდობის ახალი დღის მაყურებლებო, მე ახლა ვიმყოფები ამ ულამაზეს ადგილას, სახელად პრანა, სადაც 23 მარტს გაიმართება ეგრეთ წოდებული ვორქშოპი მედიტაციასა და სუნთქვის შესახებ. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავესაუბროთ ქალბატონ ნინო ჩუბინიძეს, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ რა ელოდება 23 მარტს მოსულ ადამიანებს ამ სივრცეში. მოგესალმებით და გიწევთ პრანაში ვორქშოპზე, სადაც თქვენ შეისწავლეთ იოგას ასანებს, ანუ ფიზიკურ ვარჯიშებს, იოგას სუნთქვით ვარჯიშებს, ანუ პრანაიამებს და დააგემოვნებთ მედიტაციას როგორც პრაქტიკას. ახლა რომ დეტალურად აგვიხსნათ, თუ როგორ ეხმარება სწორად სუნთქვა ადამიანებს ყოველდღიური სტრესის გადალახვაში. დიახ, უმარტივესად, მარიამ, როდესაც შენ რაიმე აგაღელვებს და გაგაღიზიანებს, ხო? შენი სუნთქვა რა მდგომარეობაში ემეშით? აჩქარებული. დიახ. და აი ახლა რომ შევატრიალოთ ჩვენი ყურადღება და იმ გამღიზიანებლის მაგიერ მივაპყროთ სუნთქვას და დავაბალანსოთ მისი რიტმი. როგორ ფიქრობ? რა მოუვა გამღიზიანებელს? აღარ იარსებებს. დიახ, რადგან უკვე აი შედეგი რაც მან მოიტანა გაქრება, ანუ შენი სუნთქვის რიტმი ჩადგება ნორმაში. ქალბატონო ნინო, ახლა თუ შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ ეს ვარჯიშები ახლა, რომ ჩვენმა მაყურებელმაც დაინახოს და სახლში მარტივად გააკეთონ. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ ორი სუნთქვით ვარჯიშს, ერთი იქნება დინამიური პრანაიამა, სადაც მოძრაობაში გავაკეთებთ სუნთქვებს და შეისწავლი შენ უკვე შეგეძლება ამის გაკეთება, ხოლო სხვას, ვისაც სურს ამის შესწავლა, უკვე უნდა შეისწავლოს თვითონ მასწავლებელთან, ვისაც აქვს ამის გაზიარების უფლება და შესაბამისი უნარები. და მეორე იქნება პრანაიამა, ალტერნატიული პრანაიამა, რომელიც დაგეხმარება ყოველთვის, როდესაც ცოტა აი ესე გექნება, ნუ ღელვა გექნება და მარჯვენა მარცხენა ჰემისფეროების, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების დაბალანსება დაგჭირდება, აი ამ პრანაიამას გააკეთებ ხოლმე და ნახავ შენ თვითონ როგორ სიმშვიდე შემოვა და როგორი გაგითანაბრდება შეგრძნებები შიგნიდან. კარგი, მაშინ გავაკეთოთ ახლა და ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ვსხდებით აუცილებლად მოსწავლის პოზაში, პირველი პრანაიამასთვის, რომელსაც ქვია ბჰასტრიკა პრანაიამა, დინამიური პრანაიამა, როგორც გითხარი, აი მოსწავლის პოზა არის ეს პოზა. ამ პოზაში აუცილებლად უნდა გქონდეს წელი სწორი. ეს რას ნიშნავს წელი სწორი? აი ახლა მე წელი არ მაქვს სწორი, რადგან გაზნექილია უკან. აუცილებლად უნდა ჩაჯდე, ბოლომდე ჩაჯდე ქუსლებზე, რომ შენი წელი იყოს გამართული. ახლა ჩასუნთქვისას ხელები აწიე მაღლა და ყველა თითი გამართე. აი ასე. ეს არის პოზა ჩასუნთქვისას, ამოსუნთქვისას ჩამოაგდებ ხელებს და ოდნავ ეჯახება სხეულს. ჩაისუნთქე. ჩამოაგდე. ძალიან ძლიერად, ინტენსიურად მოაქვს ენერგია მაღლა. ინტენსიური წმენდა ხდება, აი ძალიან ძლიერი წმენდა ხდება ამ პრანაიამას დროს. კარგი. მეორე პრანაიამას დროს მარცხენა ხელით ვაკეთებ ჩინ მუდრას, აი ასე, დადებ-ფეხზე. ისევ ნახე, რომ წელი იყოს სწორი. მარჯვენა ხელის თითები, ანუ საჩვენებელი და შუა თითი იდება წარბებს შორის და ცერა თითი და არა თითი იდება ცხვირის ნესტოებზე. რომლითაც ამოისუნთქავ, იმ ნესტოთი ჩაისუნთქე და საპირისპირო მხარეს ამოსუნთქე. გააგრძელე შენს რიტმში. სუნთქვა არის რაც შეიძლება მშვიდი, ნელი, ბუნებრივი და აკვირდები შეგრძნებებს. ნიშნულოვანია რომ სუნთქვა იყოს ძალიან ბუნებრივი და თავისთავად. შეიძლება სხეულში გრძნობდე პულსაციას ან რაიმე სხვა შეგრძნებას, უბრალოდ ხარ ამ შეგრძნებებთან. როცა ამოისუნთქავ მარცხენა ნესტოთი, ამთავრებ პრანაიამას, რადგან მარცხენათი დაიწყე და ისევ აკვირდები შეგრძნებებს სხეულში. და როცა ჩათვლი რომ მზად ხარ, უკვე ახელ თვალს.
ქალბატონინო, დიდი მადლობა. მე ყველას გირჩევთ, რომ ამ საოცარ workshop-ს 23-ში მოხვიდეთ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საოცარი საურდიშოს გაზიარებისთვის. ისე ამოვნე და გამოიყენე. მადლობა, მე კი დავემშვიდობები ჩვენ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მარიამ ეს საინტერესო ჩართვისთვის. ეს უნდა ვისუნთქოთ, ხო? ხო. და მედიტირებულები ვართ, შეიძლება ასეც ითქვას, განსაკუთრებით თერაპიული დატვირთვა იოგა სწორია. კი, ნამდვილად, ანუ რაღაცები ვისწავლე მე უკვე ამ ჩართვიდან.